ის ბარათი უეჭველი გადაიცა. ესე და ბოლოს რა არის მთავარი უდიდესი მიზეზი რომ დაიწყო ბიზნესი? ურჩიო ადამიანებს? ურჩიო ადამიანებს. მიცით რა არის? ანუ პირველ რიგში ხალხო გარისკეთ, აუცილებლად გარისკეთ. დაალაგეთ, აუცილებლად დაალაგეთ სწორი მიზანი. ანუ ადამიანებს როდესაც აქვთ ოცნება ძალიან კარგია, უბრალოდ ჩემი აზრით ადამიანებმა უნდა აირჩიონ სწორი ოცნება. პირველ რიგში დაალაგეთ, აირჩიეთ მიზანი და შემდეგ უკვე იფიქრეთ იმ გზებზე, როგორ მიაღწიოთ ამ კონკრეტულ მიზანს. არ შეგეშინდეთ არანაირი დაბრკოლების, იმიტომ რომ დაბრკოლებები შეგვხვდებათ ყოველ ნაბიჯზე აბსოლუტურად და ეცადეთ რომ ეს დაბრკოლებები გადაჭრათ რაც შეიძლება მარტივად, ეფექტურად დაანებეთ მონურ სამსახურებს თავი, ეს არის ჩემი პირადი რჩევა, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან მიხვალთ იმ დასკვნამდე, რომ სხვის გამდიდრებისთვის მუშაობა არ არის კარგი და ჯობია ადამიანებმა საკუთარი გამდიდრებისთვის და განვითარებისთვის დახარჯონ თავიანთი რესურსი, დროის, ფინანსური და ასე შემდეგ. გარისკეთ, არ შეგეშინდეთ და არსებობენ ძალიან კეთილი ადამიანები და კომპანიები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან ხელი შეუწყონ სტარტაპებს. ეს შეიძლება არ იყოს ფინანსური დახმარება, მაგრამ პირადად ჩვენს დიდი სიამოვნებით გადავცემთ და დავეხმარებით ნებისმიერ ადამიანს რაღაც დეტალების მოგვარებაში. ამიტომ ყველას ურჩევ, ვისაც ანუ არიან ადამიანები, რომელსაც უბრალოდ არ აქვთ ეს სკილები და ვთქვათ არიან ძალიან კარგი პროგრამისტები, დაუშვათ ვიძახი. ეს რა თქმა უნდა მათ არ ეხებათ ეს ჩემი მიმართვა. ადამიანები, რომლებიც მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობენ და აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება, ძალიან მარტივად შეუძლიათ რომ შექმნან რაღაცა განსხვავებული და მოუტანონ სიკეთე როგორც საკუთარ თავს, ასევე ქვეყანას განვითარებისთვის და ზოგადად აწიონ ჩვენი რაღაცა ეკონომიკური წიდი ზოგადად თელს სოფლიოში. მე მინდა რომ მე მინდა რომ ჩვენი ეს ინტერვიუ იყოს შეფისას დასამახსოვრებელი. აქედან გამომდინარე მინდა რომ ესეთი ემოციის ლამაზი ბარათი გაჩუქო, რომ გახსოვდეს ყოველთვის ჩვენი ინტერვიუ. შევინახავ აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო კითხვებისთვის და ყოველთვის მოხარული ვიქნებით დაუდგეთ თქვენს კომპანიას Entrepreneurs G-ის გვერდით და გაუზიაროთ ჩვენი პატარა გამოცდილება სხვა სტარტაპებს. ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო ინტერვიუს. ასევე დიდი მადლობა და სასიამოვნო იყო თქვენთან. წარმატებას გისურვებთ. მოიცადე ხელი ჩავარდება. კაი, ერთად ბლუფერებს გადამაღებინებ, მე ეს უნდა წავიკითხო. მოიცადე? კაი, ბლუფერი.